მშვიდობისა. სკანდალური საღამო მშვიდობისა, რუსთაველის პირდაპირ ეთერში 12-ის ნახევარზე ეთერში ღამის გურიერი და გიორგი სანაია. მომავალი პარლამენტის ბედი ფაქტიურად გარკვეულია. წინასწარი მონაცემებით ამ დროისათვის საპარლამენტო უმრავლესობად ისევ მოქალაქეთა კავშირი რჩება. საღამო მშვიდობისა. ეთერშია ღამის კურიერი გიორგი სანაიასთან და ეკა ბერიძესთან ერთად. საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ ღამის კურიერს 20 მაისის დღის მთავარ თემებს ეკა ხოფერია წარმოგიდგენთ. 1 ივნისის თქვენ უყურებთ ღამის კურიერს 9 ოქტომბრის დღის მთავარ თემებს ეკა ხოფერია წარმოგიდგენთ. წავიდა ჩუვაკი დონ 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 მაღალხარისხიანი ყალბი დოლარის კვალი კავკასიაში მოდის ბანკნოტებს სპეციალური აპარატურაც ვერ არჩევს. სუპერ ეკონომიკურ ზრდას. ეთერშია კურიერი 9 საათზე საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ კურიერს 12 საათზე დღის ახალ ამბებს ამ დროისთვის ანუგა კინკლაძე გაგაცნო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, თქვენ უყურებთ კურიერს. საომარი მოქმედებები ცხინვალის რეგიონში გვიან ღამით დაწყებული თავდასხმები ქართულ საგუშაგოებზე მე თავაზობ დაუყოვნებლი მოლაპარაკებები. ეთერშია კურიერი 9 საათზე ირაკლი მაისურაძესთან, დიმიტრი ობოლაძესთან და დიანა ჯოჯუასთან ერთად.
მშვიდობის სამთავრობის 6 წუთიანი გეგმა და ამ გეგმის რამდენიმე საათიანი პუტინის ერთკვირიან გაუჩინარებას. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ზაალუ დუმაშულთან და დიანა ჯოჯუასთან ერთად. საღამომშვიდობისა თავისუფალი თაობის ლიდერი და თავისუფალი ზონის წარმომადგენლები სასამართლო ხვალ გაიმართება, მანამდე მათ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოუწევთ ყოფნა. საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ კურიერს 6 საათზე. მე ქეთი კვაჭანტირაძე ვარ. მაღალი იერარქიის ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნოდარ მელაძესთან ერთად. საღამომშვიდობისა. ქართველების ევაკუაცია უკრაინიდან. მოდი იყოს მოსკოვსა და კიევს შორის. საღამომშვიდობისა უყურებთ კურიერს 9 საათზე თამარ ურუშაძესთან ერთად. დანაწევრების დრო. ახლა პოლიტიკურ ჩიხშია. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. დღეს 8 ივლისია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. მესამე თბილისის მერად. ჩვენ გვყავს თბილისის საუკეთესო მარტება ფონდის საქმიანობას. ეთერშია კურიერი 9 საათზე. დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. დღეს 30 ივლისია, გიყვებით დღის მთავარ ამბებს საღამომშვიდობისა. კახაკალაძე პოლიტიკურ მოედანზე მესამე გამარჯვების გოლის გასატანად გადის. თბილისის მოქმედი მერი დედაქალაქის პირველ პირად გახდომას 2007